მოგესალმებით სოფო მივესალმებით ჩვენ სახურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ხო, არავითარი კავშირი აი ამდენჯერ ფასებს ახსენებენ და სინამდვილეში არავითარი კავშირი რაც ეგენი ხა აკეთებენ, ამას ფასებთან არა აქვს. 14 წელია ბიძინა ივანიშვილი თავის სხვადასხვა კალიბრის და რანგის მინიონებით ამ ქვეყანას მართავს. 1 წელი პირადად მართა დანარჩენი 13 წელია სხვადასხვა ჯიშის კოცით მართავს ამ ქვეყანას. ღარიბაშვილიც მისი იყო, ესკობახიძეც მისია. ივანიშვილია პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ამ 14 წლის მანძილზე მოხდა და ფასები იმ დღეში რო არის, რა დღეშიც არის, ეს არის საქართველოში სახელმწიფოს ბრალი. ეს არავის სხვის ბრალი არ არის. როცა 14 წელი ქვეყანას მართავ, პასუხისმგებლობა სულად ჩენზეა. რადგან ივანიშვილი არის ფასების ზრდაზე პასუხისმგებელი, ივანიშვილი არის გაღარიბებაზე პასუხისმგებელი, ერთადერთი მიზნით, როგორც ყველა სხვა რამეზე არის პასუხისმგებელი და ყველა სხვა რამეს ისე აკეთებს, როგორც მას უნდა. არა ისე, როგორც ღარიბაშვილს უნდა, არა ისე, როგორც გახარიას უნდა, არა ისე, როგორც კობახიძეს უნდა, არა ისე, როგორც ბიძინას უნდა. ბიძინას როგორც უნდა, ეგრე ხდება ამ ქვეყანაში. შესაბამისად, რაღაცები რაც მოხდა, ამერმა გამოიწვია ფასების ზრდა და ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი. შეხედეთ ამ ქვეყანაში ვაწარმოეს უგუნური მონეტარული პოლიტიკა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ფულს ბეჭდავდა, რათა სიგიჟეს აკეთებდა, რა ვიცი, საერთაშორისო საბანკო სისტემიდან ლამის ამოაგდო საქართველოს, იმიტომ რომ აგენტი ფარცხალაძე დაეცვა სანქციებისგან. კი, ყველაფერი გააკეთა. გაზარდა არციზის გადასახადი 2017-ში, 2019-ში, არ მახსოვს, გაზარდა საშემოსავლო გადასახადი 2%-ით, 4%-ით, საპენსიო დანამატს ვიძახი. კი, გაზარდა ესეც. იხრჩობა კორუფციის ჭაობში და ესეც რიტორიკული კითხვა არ არის, ლაივში უყურებთ რა ხდება, ხო? კი, იხრჩობა კორუფციულ ჭაობში და ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია და კიდევ ბევრმა სხვა ფაქტორმა ის იმან რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც რა ვიცი, მათი 14 წლიანი ეპოპეის ბოლოს, როცა ივანიშვილი ამბობდა რომ რა ვიცი, უნდა ავაყვალო სოფლის მეურნეობა ამ ქვეყანაში, მივიღეთ ის რომ საქართველოში უფრო ნაკლები იწარმოება ვიდრე 2012-ში იწარმოებოდა, რომ ამ ქვეყანაში ნიორი ხახვი და ეს არა ქვია, პამიდორი არის შემოსატანია, ერთ-ერთ რაც შეიძლება გქონდეს ეგეც კი შემოსატანია და იმპორტ დამოკიდებულები ვართ. აი ამ ყველაფრის ავტორი არის ივანიშვილი. ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი და ეხა რაღაცა უბინძურესი, ძალიან უგემოვნებო და ძალიან სამარცხვინო. აი რა მასშტაბით შეურაცხყოფელია უბრალოდ ეს ყველაფერი, რომ რა ვიცი, უმარტივესი ამბავია, ხო, რა ვიცი, მარტივად ჩავით თეთრზე წერია. ფასების და ინფლაციაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი. ყველა სხვა მდგენელზე რომელიც ახლა ჩამოთვალე პასუხისმგებელია მთავრობა და ხელისუფლება, კანონების ცვლილებაზე პარლამენტი. აი ამ პირობებში, აი ამ ყველაფერში ახლა ეძებენ დამნაშავეს. განსაზღვრისი გახდა ამ ქვეყანაში ცხოვრება. ყველა საკუთარი თავის დაჯდნენ და რაღაცა აი რა ვიცი კი ბატონო, აი რაღაცა კავკასეული პროცესი, რომელშიც რაღაცა გაურკვეველი ადამიანები გაურკვეველ რაღაცებს აფასებენ. ეგ არის ერთ-ერთი რა ვიცი, ყველაზე ნათელი გამოხატულება ავტოკრატიის, აბსურდში ცხოვრება, სრულ აბსურდში, ყველაფერი ტყუილია, ყველაფერი ფიქცია, არაფერი რეალური არ არის, ყველაფერში იტყუებიან. და აი ყველაფერი იმიტირებული არის. პოლიტიკური პროცესი ჩემ წინამორბედს უსმენდია ვერ დავეთანხმებ ამაში რომ გაცოცხლდა, რა გააცოცხლებს ამას. აი ეხლა პოლიტიკური პროცესი რო არის, დებატებში მივიღოთ თუ არა მონაწილეობა, ამაზე ლაპარაკი მაგალითად. და აი ეს ცირკი რო არის პოლიტიკური პროცესი, რომ მთელი ეკონომიკური ის რა ქვია, საქართველოს მთელი ეკონომიკური ძალა დაირაზმა უკანასკნელი 2-3 დღე არის, გუშინვე მე მგონი ისე რა ქვია, ქსელური სუპერმარკეტები დღეს აფთიაქები. დაირაზმენ და იქ მიდიან იმასთან რა ქვია, თავრობის სასახლეში და უსმენენ იდიოტიზმს. თითოეულმა მათგანმა იცის რომ იდიოტიზმს ისმენს იქ. ეს გამოსულია ის და დღეს და კაცო თქვენ სხვა რაღაცა ხიდითო იმ აფთიაქებშიო სხვა პროდუქციასო და იქ ფასნამატი მეტიაო. ანუ ჟუაჩკას ბოდიში და საგეჭრეზის გაყიდის თუ იმას შამპუნს თმისას ეს უნდა უკონტროლოს კობახიძემ და რაღაცა კომისიებს აღმოაჩინა ხალხო. და სრუსია ამის გამო ხალხს დაიჭერს. აი ამ აბსურდში ვცხოვრობთ. კი ბატონო, შესაბამისად შამპუნის ფასის გამო დაიჭერენ. კი ბატონო, აი მიზანი რა არის თაზო? აი ეს არის თუ არა რაღაცნაირად კონტროლის მექანიზმის საცეცების გაძლიერება, იმაზე მინიშნებით დაიწყო შეგახსენებთ ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობა, რომ ბევრიაო კაცო მარკეტიო და ამდენი მარკეტი როა, იმიტოა ეს ძვირიო. გავიგერო როგორც ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფორმა, ერთი წიგნი, ეხა ორი სუპერმარკეტის გაკონტროლება უფრო მარტივია ვიდრე ბევრის. შესაბამისად მიდის თუ არა რეჟიმი ამ გზით, ამ შემთხვევაში ამ მიმართულებითაც, რომ ყავდეს სექტორი, ქსელური იქნება ფარმაცევტული თუ ასე შემდეგ
შემდგომ ვისაც ის გააკონტროლებს, ვისთანაც ის დალაგება ნიშნავს მორჩილებას და იქ ფეხი არ უნდა დაუცდეს არავის განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ აი მაგალითად free business-ის პროცესს, მაშინ ცოტა არ იყო შეშინებული ჩანდა რეჟიმი. აი ყველაფერი ამ პოლიტიკურ მიზნებს თუ ხედავთ ამაში მეტად ვიდრე ფასების დაწევის მცდელობას. სოფო მე არ მინდა არ მგონია რომ ამას ეხლა რაღაცა იმიტომ აკეთებს რომ ძალიან კარგ ფორმაშია, კარგ მდგომარეობაშია და ეხლა კიდე დამატებით კონტროლს აჩენს. აბსოლუტური სიბეცე იქნება მისი მხრიდან. პირიქით, ძალიან სერიოზული პრობლემებია. შეხედეთ, ამ ქვეყანაში ხო მარტივია, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, განსხვავებით მათგან, რომლებიც რაღაცა განსხვავებულ სამყაროში არიან და იქ ოპერირებენ, ხან მონტე-კარლოში არიან და ხან არ ვიცი კიდე სად. ჩვენ ნორმალურ ვითარებაში ვცხოვრობთ. ამ ქვეყანაში ყოველ დღე გავდივართ სუპერმარკეტში. ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით ყველა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. 2024 წლის მომცემით მედიანური დანახარჯი საქართველოში საშუალო მედიანური დანახარჯი 550 ლარია დაახლოებით. წარმოიდგინეთ, 550 ლარში ყველაფერი უნდა ჩაატიოს ადამიანმა, სესხიდან დაწყებული კომუნალური გაგრძელებული, საკვებით დამთავრებული. აი ამ ვითარებაში ცხოვრობთ და ფასები გაზრდილი არის 100-დან 300-500%-მდე. დღეს კიდე ზეთის ფასი გაიზარდა, რო იცოდეთ, დღეს სუპერმარკეტებში ზეთის ფასი გაიზარდა. აი გაუსაძლისი გახდა და ესენი ხვდები რომ გაუსაძლისია. კი საქართველოში აქამდე პროტესტი არასდროს არ ყოფილა და ხალხი არ გადარეულა იმისგან, რა ქვია, სოციალური საკითხებისგან. მაგრამ ეხლა ხვდებიან რომ უბედურებაში აცხოვრებენ, უბრალოდ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. და მარტო სალაფავი არ იყიდება სოფო ეხლა ჩვენც ხო კარგად გვესმის. ეს ამბავი მარტო ეს სალაფავი ყველანი ნაცები ხართ, deep state-ი, ეგ უცხო პლანეტელები არიან ტრამპის უკან. აი ეს რაღაც სიგიჟეები ხვდებიან რომ აღარ მუშაობს, იმიტომ რომ კი შეიძლება სიგიჟე ხალხს უყვე, მაგრამ რა ვიცი, პურის ფასი 10 წელიწადში ორმაგი რო გაუხდა. იმას ვერაფერს ვერ უშვება, იმიტომ რომ ნახევარი პური მოსდის იმ ფასად, რა ფასადაც ერთი მოდიოდა მანამდე. ანუ გაუსაძლისი ხდება რაღაცეები და ამიტომ არის რომ უწევთ ამაზე რეაგირება, პასუხისგაცემა. როგორც რა ვიცი ხა ღარიბაშვილი კაცი, რომელიც ყველაზე დიდი ხანი იყო ქოცობის სიმბოლო, მართველი ქართული ოცნების პირობებში ამ ქვეყნის აი იმ რაღაცა ბუტაფორეული მართველი არ გულისხმობ რეალურ ამ ყველაფრის ავტორს ივანიშვილს უკან. ღარიბაშვილი წაიღო ციხეში ჩასვეს და კორუფციონერი და გათახსირებულია და მიაყოლეს მთელი მისი მთავრობა. ხალხო, ამ ქვეყანას რომ მართავდნენ, აი ის ყველაზე დიდი ხანი რომ მართავდა ეს კაცი და აი ზურგვალი მაგი და კანცელარიის მთავრობის უარი ნახევარი იმ მაგიდაზე ფულს იპარავდა. ყველაზე დიდი ხანი ხოცების მართლობის გამოვიდა ღარიბაშვილის ეპოქაში. მაგ ხალხის კონტროლი კობახიძეს ევალებოდა. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. კობახიძეს როგორც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარეს. რა თქმა უნდა, კობახიძე აქ ისე რომ გამოდის, რომ ხო, ზუსტად სოფო აბსოლუტურად სწორი ის არის, რა ქვია, აქცენტი არის. ეხა ის რო არის, რა ქვია, რომ თითქოს აღმოაჩინა, რა გათახსირებული იყო, ისა ღარიბაშვილი და დაიჭირა მთელი მისი მთავრობა და ყველა ციხეში ჩასვა და ღურუდუშაური და შემუდუშაური და რა ვიცი, კაცი არ დარჩა, ვინც ფულს არ ხაპავდა, თურმე. ეს არ იცოდა. კაცმა, რომელიც ფრაქციას ხელმძღვანელობდა, პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაკონტროლებელი იყო ოფიციალურად. მის თამაშ სურპრიზად ხვდება. და ეს ნორმალური რეალობა გახდა. ნორმალური რეალობა გახდა, რაც თქვენ ეხლა თქვით, რომ პრემიერ-მინისტრი იმებს, რა ქვია, ელაპარაკება სუპერმარკეტის პატრონებს, რამდენი უნდა ქონდეთ სუპერმარკეტი, რამდენი ცალი უნდა იყოს სუპერმარკეტი და ეგზრდის ფასო. და აქციზის გადასახადი არაფერ შუაში არ არისო, ხალხო. ანუ აქციზი, რომელიც არის 18%, მაგალითად იტალიაში ხორცზე აქციზი არის 5.5%. 18%, 5.5-ზე რო ჩამოწევა აქაც ხორცის პროდუქტებზე. ეგ ხო არ არის რაღაცა ეხა ისა, რა ქვია, სოციალიზმი. ლაპარაკი არის მარტივ რაღაცაზე. არაფერი დიდი თანხა ეს არ არის. აი ამას ბიუჯეტი აქ რა დანაკარგსაც ნახავს დღეგეს შემცირებით. მაგალითად პირველად სასურსათო პროდუქტებში. არაფერი ისეთი დანაკარგი არ არის. რისი ანაზღაურებაც არ შეიძლება გაბერილი ბიუროკრატიით, ძვირფასი მანქანების მოშორებით და გაბერილი შტატების შემცირებით მინიმუმ. აი ეს არ იქნება საჭირო. მაგრამ ისე ვიძახე. ეგ იმისთვის, რომ დღეგეს გადასახადი ხორცზე იყოს დაბალი, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა მოახერხონ და ხორცი ჭამონ, იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად საჭიროა სწორი განვითარებისთვის. ეს შეუძლია რომ გააკეთოს. აქციზი დაწვეს. ამას აკეთებს არა, ცირკი მოგიწყოთ, მასკარადი მოგიწყოთ, ეთერში დაждდნენ სერიოზული სახეებით და ლაპარაკობენ. რა უნდა გაყიდოს იმის გარდა, წამლის გარდა, აფთიაქმა და რამდენი სუპერმარკეტი უნდა კონდეს ორნაბიჯსან იმას სპას. აი ამამდე ვარ დასული. როცა შეგიძლია რომ ეს რაღაცა საკათმე პარლამენტად რო აქვს ქცეული ისინი შეკრიბონ და ერთ იმაში რა ქვია, სესიაში კი სესიაცალ ერთ კვირაში დაამთავრონ ეს გადასახადები. ჩამოწიონ ისევ ქვემოთ. მარტივია, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ. ამას არა, მაგრამ აპირებენ
აპირებენ დებატებში დაჯდომას, არ ვიცი ვისთან. თქვენ ახსენეთ იმიტირებული პროცესი, რატომ დასჭირდათ მათ დებატებზე საუბარი? ძალიან რთულია დაარწმუნო საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომ ის რომ მას ყველაფერი გაუძვირდა, არის ოპოზიციის ბრალი ივანიშვილის 13 წლიანი მმართველობის შემდგომ. ამას ცდილობს ახლა პროპაგანდა ძალიან აქტიურად, არ ვარ ასეთი დაინტერესებული პროპაგანდის სფერით, მაგრამ აი რამდენჯერმე თუ გადაგერთოთ ტელევიზორი, გავოგნდებით პროპაგანდის ხარისხით, როგორი ძვირია საქართველოში ყველაფერი, ოღონდ ეს თურმე ყოფილა ოპოზიციის ბრალი. აი არ ვიცი რომელი ჟანრის ლოგიკით, არგუმენტაციის რა პრინციპით შეიძლება მიიყვანო მოქალაქე ამის დაჯერებამდე, მაგრამ რატომ დასჭირდა დებატების თემის ამოწევა თქვენი აზრით და თქვენ კითხვით ნაწილობრივ თქვენი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ამ თემაზე. სოფო, მნიშვნელოვანი კითხვა, ჩემი პოზიცია ამას ძალიან მარტივია. სადაც გინდათ, როცა გინდათ, რამდენჯერაც გინდათ, ვისთანაც გინდათ. საერთოდ არავით არის პრობლემა არ აქვს, მე არ მგონია, რომ რამე თემა არსებობს, რაზეც რაიმე ტიპის უპირატესობა აქვს. რამე თემა არსებობს, რაზეც ბოლოს შეიძლება არა ატირო კოცი, იმ მდგომარეობაში ჩააგდო, ისი აქვს საქმე. რა თქმა უნდა, არავით არის დებატები არ იქნება, ხომ მოусმინეთ იმას, რა ქვია. პაპუაშვილს გამოვიდა თქვა, რომ აი ეხლა ჩვენ ვინც გვაღიარებს იქ უნდა და დაგმიხვიდე იქ რაღაცა, დადგე და მე შენ გაღიარებ და მე დამიწყოს დებატები. მარაზმი მე მგონი პარტლა ჯანზე რომ არ აღიაროთ და ისე მიხვიდეთ ნებისმიერ თემაზე რომ არ აღიაროთ ნებისმიერ თემაზე აი ხა ეს რაღაცა სისულელები გვერდზე რომ გავწიოთ რატო აღიარე ძალიან ესე მკივნეული თემაა საქართველოს აბსოლუტურად ყველა რას ხო და ამაში ვამბობ სიგიჟე სინამდვილეში ტყუილი იყო და ზღაპარი იყო და მორიგი პროპაგანდისტული ხმაური იყო იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვიმეორებთ ამას რომ პოლიტიკური პროცესი მკვდარია ამ ქვეყანაში სოფო ერთი წამით რო ვთქვა პოლიტიკური პროცესი რატო არის მკვდარი ხო პოლიტიკური პროცესში მთავარი რამ არის დისკუსია ალტერნატივის ჩვენებს და ალტერნატივის ჩვენებს ერთ-ერთი გზა ანუ უპირატესობის ჩვენებს ერთ-ერთი გზა არის დისკუსია დისკუსიის გარეშე პოლიტიკა კოჭლია და ამ ქვეყანაში პოლიტიკა მოკვდა ამ ფრაზას შეიძლება რომ ვიმეორებთ რატო მოკვდა იმიტომ რომ კოცებმა ჯერ ეთერებიდან გაიყვანეს მერე ციხეში ჩასვეს ბანოთაზო ეთერებიდან გაიყვანეს ხო ოღონდ ციხეში ჩასვეს და პარტიებს გძალავენ კი ბატონო არა, სხვა რამეს ვამბობ, შეხედეთ თვითონ თავისი ხალხი. აი, რითი დაიწყო ეს ყველაფერი რამოდენიმე წლის წინ? ქოცემმა შეწყვეტეს დებატებში შეიარაღა. მე რითი გაგრძელდა? ოპოზიციურ ტელევიზიებში მისვლა შეწყვეტეს. მე რითი დამთავრდა? პარლამენტში ყველა გამოსვლა, ალბათონო ისოფო, რო შეხედოთ, თვითონ რო როცა გამოდიან. ყველა გამოსვლა არის დაწერილს კითხულობენ. ანუ ის ინტერაქტიული რესურსი არა აქვს, რომ ლაივში დედის გინების გარდა რამე პაიქრობაში შევიდნენ. ეგიციან, დედის გინება, ბლატაობა, კაჩაობა, ნუ ეგეც რაღაცა რუდიმენტულ დონეზე, მაგრამ იციან. მაგრამ ის იქ დისკუსიაში ვეღარ შედგება, იმიტომ რომ ეგეთი ხალხია, ვინც დარჩათ ეხლა რა ერთი დიპლომი ვერ გამოვა. იქიდან კაცო ამბანის ყველა ასოს ვერ ცნობს იქ. შემადგენლობის 99%. ამბანის 33% ასოს ვერ ცნობს ხალხო. რა დებატებზე არის ლაპარაკი? რა თქმა უნდა ეს იყო მორიგი ხმაური, აი პოლიტიკური პროცესის იმიტაცია, რომ მოდი ეხლა ჩვენ დებატებზე ვილაპარაკებთ და მე უბრალოდ პირდაპირ ვიტყვი, აბსოლუტურად არა ჯანსაღი მგონია ჩვენი მხრიდან რამე პირობის დაყენება. კიდევ ერთხელ პირდაპირ, ანუ არ არის ეგ სწორი, იმიტომ რომ მე ხოცთან დებატში ბევრად დიდი უპირატესობა შემილია ვანახო მასზე ვიდრე დებატის გარეშე. სადაც უნდათ, როცა უნდათ, რამდენსაც უნდათ, ნებისმიერ მნიშვნელოვან თემაზე ამ ქვეყნისთვის. ფასები იქნება ეს, ანუ იგელ ჰილსი იქნება, ევროინტეგრაცია იქნება, რუსეთი იქნება, ნებისმიერ მნიშვნელოვან თემაზე. მაგრამ წარმოუდგენელი მიმაჩნია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩაიფუშებიან და აგერ უკვე ჩაფუშვა დაიწყეს, რომ ვინ ჩვენ გვაღიარებს და ვინც ბატონობით მომართავს, მარტო იმას ვიდებატებიო, თან ბოლოს დააყოლა სხვა შორის არ ვიცი თქვენ ეხოთ რა ტელევიზიებში ოცნება მისვლას არ აპირებსო და რა ვიცი მე მგონი რაღაც ძველ საბერძნეთის იმაზე მივყევართ რომ ფორუმზე უნდა დავდგე და ვიყრიროთ იქ და ესეთ დებატები უნდა მაგაშიც დავდებთ მეჭებზე 100 ნოლს. ამიტომ ეგ არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხმაური. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საზოგადოების თვალში ვამხილოთ გაუთავებლად ამათი აი ეს ჯოჯოხეთი რაშიც ქვეყანა არის და წარმოვადგინოთ პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც წირდება ამ ქვეყანას ამ კრიზისთან გამოსასვლელად.